გამარჯობა, მოგესალმებით ვებთერაპი. მე და თორნიკე მოვედით WIPE-ის ჰაკათონზე. ვიღებთ მონაწილეობას და ვნახოთ რა იქნება. მოკლედ, ვინც არის მეგობრებო, ჰაკათონი რა არის? ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო კულტურა ინჟინრების ცხოვრებაში, სადაც რამოდენიმე უცხო ადამიანი იკრიბება და რაღაცა N დროის განმავლობაში ქმნიან რაღაცას from scratch. არა, ძირითადად ჰაკათონები ტარდება ხოლმე რაღაც კონკრეტული თემატიკის გარშემო, ხოლო დღეს ამ შემთხვევაში ვართ ჩვენ AI-ის და MCP-ის და აგენტების გარშემო. აქედან გამომდინარე, დღეს აქ რაც გაკეთდება იდეები, პროექტები და რასაც დაჰაკავენ მონაწილეები, ძირითადად იქნება AI-ის გარშემო. აქედან გამომდინარე, ეს ჰაკათონები არის ძალიან კაი საშუალება იმისთვის, რომ გაიცნო, გააფართო შენი ნეტვორკინგი, გაიცნო სხვა ინჟინრები და მიიღო გამოცდილება. აქედან გამომდინარე, თუ გექნებათ საშუალება, რომ მიიღოთ მონაწილეობა ჰაკათონებში, ყოველთვის მიიღეთ, არ აქვს მნიშვნელობა ვინ გაიმარჯვებს, აქ თავარი არის უბრალოდ პროცესი, ნეტვორკინგი და just wipe hack. მე და თორნიკე დღეს ვიღებთ მონაწილეობას. იდეაში მე და თორნიკე ხშირად გვიმუშავია ერთმანეთთან, ბევრი რაღაც საინტერესო პროდუქტი შეგვიქმნია, მაგრამ სერიოზული არაფერი და დღეს საინტერესო იქნება, როგორი იქნება შენ თორნიკეს ინტერაქცია ერთმანეთში. ძირითადად ჩვენ ვერ ვთანხმდებით ხოლმე, რომელი პროგრამირების ენაჯობია, აქედან გამომდინარე, დღეს მე დავასწავლე და მე გადავწყვეტე თუ რომელ ენას გამოვიყენებდით და ვნახოთ, იმედია, რაღაც საინტერესო გამოვა at the end. რაღაც იდეები გვაქვს, იდეებს ჭირდება დახვეწა და ეხლა ავალთ ზემოთ და შევეცდებთ რომ ეს ჩვენ იდეები დავხვეწოთ. ვეზერმა დაფუჭა ამჟამადელი გრადუსი თვლის შემდეგია, ციფრი მომცა. სპეციალურად ამან კვალიფიკატორი გამოიყენა. მაგრამ მაგ ბაშის tool შემიძლია უთხრა, რომ what files are in my current directory. Sorry guys, are you wipe coding or Yeah, we are. აქ ვინმე ხო არის და შემთხვევით ამ სამოყე. No worries. გამარჯობათ მეგობრებო, ჩვენთან არიან ახლა WIPE hack-ის ორგანიზატორები და ასევე For Loop podcast-ის ერთ-ერთი co-founderები და რავი, მოусმინოთ მათ დღეს რატო შეიკრიბნენ, საიდან დაებადათ ეს იდეაში, რომელიც მე ძალიან მიხარია, რომ ეს რაღაცები გეთება საქართველოში. როგორ ხართ? კარგად, guys. ძალიან გიხარია, რომ შემოგვერთით. იდეის ამბავში ჩვენ For Loop-ის შესაძლო ლაპარაკობდით, რომ ჰაკათონი გვინდოდა. Tam ამეტებს ჰაკათონი. და მე დიპლოქში ხაზაც ვართ. ძალიან დიდი პლუსი არის, რომ სუტე ხალხია რა და ძალიან კაი ნეტვორკია და აი ჩვენ რამდენიმე კოორგანიზერი ჰაკათონის აქ ვიპოვეთ AI Meetup თბილისიდან შოთა თუ იცით და გიორგი ჯვარიძე და რაღაცა ერთად ესე მაზეგი For Loop-ი ყველა კომენტი ერთად გავერთიანდით და let's do it. თან ერთ დღიანი ვქენით, იმიტომ რომ შეიძლება სამ დღიანი რო არის ხოლმე ვერ ქნა რა, დიდი overhead-ია და დავაი დავცხოთ თქო და დავცხეთ და ვქოთ რა. Old school-ის დროს სამ დღიანები იყო ხოლმე, ეხლა რომ მივხვდიო სამი დღე შეიძლება სადმე დარჩენა მომიციოს ამას აქში უკვე. და დილით მოხვედი. სტუდენტობის ასაკში ასწორებს. You code საღამოს პასუხს გაიგებთ ახლა რა. აი, გიო, შენ რო გითხრა, რატომ არის ჰაკათონები ინჟინერისთვის, შენ როგორც აი old school სუსუ პირველი ჰაკათონის წევრი თბილისში, რატო არის ჰაკათონები მნიშვნელოვანი ზოგადად ინჟინერისთვის განვითარებისთვის და ნუ გასართობად რო კაია, ოკეი. რა, ჩემს პირველისაა რომ აი პირველ ჰაკათონზე თქვა ვინც გავიცანი ხალხი, აი ხალხთან დღემდე მეგობრობ რა, იგი იყო რავი 10-12 წლის წინ მეგობრობ და ჩემს პირველი ეგ არის რომ ნახულობ ახალ ხალხს იცნობ, ახალ მეგობრებს იჩენ, თან რაღაც საინტერესო ტექსტზე იგებ და ანუ თან რაღაც საინტერესო რაღაცებზე გიწევს ჰაკინგი, რომელზეც შეიძლება ისე არ იქნება და რაღაც შეიძლება სასაცილო პროექტი გააკეთოს, შეიძლება მართლა რაღაც რეალური იდეა იქცეს, რომელსაც მე რაღაცა პროდუქტად აქცევ და რატო ძალიან კაია რა, ნეტვორკინგი და
როგორც შენი ჰობად თვლი კოდინგს, მაშინ უთმოდეს თან ჰაკათონის იდეა მე იმიტომ მოწონს თან რომ რაც არ გჭირდება რომ ბიზნეს იდეაზე იფიქრო და მონეტიზაციაზე, აი clean hacking-ი რაც შენში არის და არ გჭირდება რომ რაღაც დამატებითი მონეტიზაციის ფიქრი და ამიტომ free to hack. რო ანუ რატომღაც ტენდენცია იყო ხა გარემო თბილისში რომ და საქართველოში რომ ჰაკათონები უნდა იყოს აი ეგეთი. რომ ბიზნეს გეგმა უნდა დადო, რაღაცა იქ ვიღაცა ბიზნეს ტიპი გაფასებს, იქ pitch deck-ი, MVP, bullshit რა. ჩვენი ჰაკათონი არის ჰაკერობაზე და საინტერესო თუნდაც გამოუყენებელ, მაგრამ cool tech პროდუქტების გაკეთებაზე რა. ეგ არის that's the whole idea networking-ი. Pure engineering. ხო რა. მაგრამ თუ ხარ უფრო business focus ტიპი რა, უკვე არსებობს ყველანაირი თული, რომ შენც მოხვიდე და ჰაკო შენ რაღაცა და შექმნა პროდუქტი და მით უმეტეს გაიცნო ამდენი ინჟინერი, რომელიც რეალურად დაგეხმარება, რომ შენი vibe coded ბაგი კოდი გადააქციო რეალურ პროდუქტად. ამიტომ მაინც მოდი და მე მინდა რომ მაყურებელს უთხრა როგორია so far აქტივობა და რამდენი თიმია, როგორ მოხდება ეს ყველაფერი და ასე შემდეგ. ესე იგი exit poll-ის შედეგები უნდა გამოვაცხადოთ. ესე იგი სულ რეგისტრირებული არის 130 კაცი. მე მგონი სადღაც 70 მოვიდა, 60-70 რაც. მე მგონი მეტია რა. ხო, არ ვიცი, აი დღის ბოლოს უფრო გეტყვით, იმიტომ რომ ზოგი აგვიანებს მაინც რაღაც და დღის ბოლოს რაღაც კონკრეტული პროცესია, მაგრამ so far so good რა. ანუ აშკარად მოთხოვნა არის მაგარ ჰაკათონებზე. ბევრი ხალხის ჰობი არის პროგრამირება. ასწორებს რა. და ზოგადად ქართულ კომუნიტის აქვს ეგეთი ჩვევა, რაღაცას რომ დააორგანიზებ, დაანონსებ ონლაინში, იქ შეიძლება არავინ არ აქტიურობდეს ესე კომენტარებში ან მიმოწერებში, მაგრამ მე ყველა მოდის ხოლმე რა. და იმაზე მეტი მოდის ხოლმე, ვიდრე ელოდები. ამიტომ რომ აკლია აშკარად ჩვენ კომუნიტის ესეთი აქტივობები და ნუ იქ მე კორონას ფაქტორიც იყო რაღაცა და მე მგონი ახლა ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა რომ ძველი დაწყებული ვაიბები გავაცოცხლოთ. რა მადლობა თქვენს რომ მოხვედით და დარჩება ისტორიას ეს კადრები. კი, მართლა რა, ანუ without you guys ესეთ ვიდეო გადაღებას ალბათ თავს ვერ მომაბამდით. let's be honest რა. ანუ მე მაგალითად თონიკამ რომ მომწერა, ამით ვაპირებდი ამ ყველაფრის გადაღებას. ხო და ძალიან დიდი მადლობა და დღევანდელი დღის განმავლობაში კიდევ ბევრი საინტერესო რაღაცა გეუბნებათ. Ship that code. მოკლედ მეგობრებო, ჩვენ დაგტოვებთ მედათორნიკეს კოდი გვაქვს საწერი. უნდა გვაქვს იდეა, როგორც უკვე ერთხელ თქვით და უნდა შევასრულოთ ეს იდეა და ვნახოთ რა იქნება. დანარჩენზე შევხვდებით მოგვიანებით. კაი მაიკა. მადლობა. რა კრინჯი ჯამერზე გერა. ასკდებოდა ისე იყო. გამარჯობა მეგობრებო. თქვენ გექნება 15 წამი რომ უეცრად გითხრათ რა საკეთებთ. 15 წამში რომ ჩავეტიოთ, ვაკეთებთ ორი ქართული სტარტაპის Teneos და Story AI, ასე ვთქვათ, MCP-ებს. პირველი სტეპი არის რომ იყოს Teneos MCP, რაც ჩვეულებრივ დოკუმენტაციის გენერირებას გააერთიანებს კურსორთან, რომელიც ყველაზე მეტად გავრცელებული IDE-ია ამ მომენტში დეველოპერებში და მაგის გარდა უკვე changelog-ის მიხედვით გავაკეთებთ Story AI-ით პოსტებს სხვადასხვა სოციალურ მედიაში. Story AI-ზე დიდი ალბათობით MCP-ის პროდუქტი იქნება. ანუ თან დააგენერირებ თუ MCP და თან მე Story. ოკეი. ძალიან საინტერესოა. Good luck, guys. მეგობრებო, უეცრად მოგაცდენთ. თქვენ გაქვთ 17 წამი რომ გითხრათ დღეს რა საკეთებთ. ახლა ძალიან ბევრი ადამიანს არის ძალიან ბევრი ფიჩი, ბევრი ნიუსლეტერი მიდის, ბევრი ტაბი აქვს ახსნილი, ჩვენ გვინდა რომ ინფორმაციის ძალა მივცეთ ხალხს პერსონალიზირებულად. მათ შეუძლიათ დაუკავშირონ ეს ყველა ინფორმაცია ერთ სივრცეში, განსაზღვრონ როდის უნდა მიიღონ ეს ინფორმაცია და რა ფორმატით. დაუბრუნოთ ხალხს ის ყურადღება, რომელიც მათ აკარგული აქვთ. ძალიან საინტერესოა. მეც გამოვიყენებ დიდი სიამოვნებით. Good luck. Good luck. Საამი ბიჭებო. კაი, სანდრომ გითხრას მაშინ გეგმა რა გაქვთ რომ დღეს რის დაჰაკვას აპირებთ. მოკლედ ჩვენი დღევანდელი გეგმა არის რომ
My Markets-ი დავსკრაბოთ ასე რომ თქვა და რაც გვინდა თქვა ლეპტოპი რომ ვნახოთ ჩვენთვის ასურადი რა და აი თქვა რაღაცა price range რაღაც ლეპტოპი გვინდა და უცებ რომ ნახოს ვარიანტები და აი ეგ data რომ მივიღოთ რა. ან კაი. კონტექსტში ელემს გააყოლეთ რომ ლომბარდის ლისტინგები უფრო დააპრიორიტიზოს, იმიტომ რომ უფრო იაფიჯდება. აი წარმატებული. მახო ორ წამი რომ მოგაცინო შეიძლება? ორ წამი რომ მოგაცინო შეიძლება? ინტერვიუ ორ წამი მოგაცინო. ერთ საათში რომ გამომიარა. მადლია, ერთ საათში გამომიარა. აი, ვისთან ჩავწეროთ კიდე, აბა. რა საკეთებ დღეს და რა გეგმები გაქვთ? Okay, so იდეაზე ჯერ არ შეთანხმებულ ხარ. აი, მაშინ ის გითხარით, რა იდეები გაქვთ დაახლოებით რა ტიპის პროდუქტის დახაკოს აპირებთ დღეს? ჯერ ვცდილობთ, რომ რადგან ქართული რეალობა უფრო კონტექსტი და ვცდილობთ რაღაც ისეთი, რომ ქართულ რეალობაში გამოსადეგი იქნება. ეხლა ამ წამს რაღაც იდეა მოგვივიდა, რომ იუსტიციაში რომ ძალიან ბევრი ბიუროკრატია და გჭირდება ბევრი საბუთის შეგროვება და წინასწარ რო იცოდე რა უნდა შეაგროვო რაღაც საქმეზე რომ მიდიხარ. ძალიან კაი. ოღონდ ეს ერთ-ერთი იდეა ჯერ გადაწყვეტილი არ გვაქვს. ძალიან კაი, წარმატებები. მადლობა. Okay. Hi. I'm just interested like what are you planning to hack today? Like what's your idea? So our idea is help in for customers who can get some information from tax services. So as I understand, we trying to join with RSG site and get some information, and we will develop the financial advisor that will help with some financial, services and operations. Sounds very good. I would love to use that kind of stuff because I never know what to find on RSG. So good luck, guys. Thank you very much. Thank you. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი ჟიური, რაფაელ კანდაძე, AI Labs და Wanderos CTO და რა მოლოდინები გაქვს ბატონ რაფაელ დღეს ამ ჰაკათონიდან? იდეაში პირველ რიგში ახლა MCP ჰაკათონი არის და AI და ახლა ნიშური არის, ველოდები რომ უფრო ტიპები გაიჩნდებიან, ვინც აი ძალიან tech აქტივები არიან რაღაც ბიზნეს საიდმას კი არ აკეთებენ, რაღაც სტარტაპს, არამედ რაღაცა tech რაღაცა ძალიან кайფ ფანრამის გააკეთებენ. რა პირველი მოლოდინი ეგ მაქვს. და მეორე რავი ხა ამდენი ხალხს რო ხედავ, რავი ძალიან გამიკვირდა, იმიტომ რომ რაღაც თითქოს მოლოდინი მქონდა, რომ AI, კი იყო ხა AI საქართველოში ასე თუ ისე, მაგრამ MCP ხა თავისუფლად არ არის, ხო, ეგეთი ახალი რავი სულ რამდენიმე თვე არის, რაც გაიჩითა და ამდენი ხალხი რომ მაგაში არის ჩართული და რაღაცებს აკეთებს, ანუ ვიღაცები საკმაოდ კაი იდეები თქვენს რა. რავი ძალიან იმპრეს ვარ მაგამ ბოში რა. დავუძოთ შედეგებს. ერთ თუ წაგართვევთ თუ შეიძლება. პატარა ის ჩავწეროთ. გამარჯობა, მოკლედ. ყველაზე პატარა მონაწილე ვყავს აქ. როგორც მივხვდი, მამა და შვილი, ხო? ძალიან სასიამოვნო. აი დღეს რის დახაკოს აპირებთ, რო გითხრათ. რა უნდა გავაკეთოთ? დაზიანებული ავტომობილის შეფასების სისტემა უნდა გავაკეთოთ. აღდგენა რა ჩდება პირდაპირ ფოტოდან, რომ გაიგოს მომხმარებელმა. ვა, ძალიან კაი. ანუ სიურპრიზები აღარ გვექნება ამერიკ და მანქანასო ჩამოვიყვანთ, ხო მაგით? შეგვიძლია სადაზღვევოს გამოვიყენოთ, ხო დაზიანება რომ მოვა. აღდგენა რა დაჯდება პირდაპირ სანამ ექსპერტი შეაფასებს და ასევე კი დაზიანებული მანქანის თქვა ჩამოყვანისას შევაფასოთ დაახლოებით რა დაჯდება ეს აღდგენა. ძალიან კაია. წარმატებები ორივეს და ველოდებით რას დახაკოთ. მადლობა. მე შევუერთდი ახალი თემის წევრი ვარ. მოკლედ ორი სიტყვით რო გითხრა, დღეს რა იდეა გაქვთ, რა იდეას განიხილავთ და რას აპირებთ რომ დახაკოთ? აი, ჩემი თანაგუნდელი აი, შეიძლება გამო. ნუ ჯერ ისე დამუშავების პროცესში ვართ იდეების კონკრეტულად ვერ გეტყვით, მაგრამ ერთ-ერთი იდეა რაც განვიხილავთ, ეს არის hate speech analyzer, რომელიც გაწვრთნილი იქნება AI-ის MCP-ის დახმარებით და დაჰაკავს კონტენტს, რომ რა არის საშიში, რა არის უსაფრთხო და ასე შემდეგ. ეს არის ძირითადი იდეა, ამაზე ვმუშაობთ. ქართულ ენაზე მორგებული, რა თქმა უნდა. ძალიან საინტერესო. ქართულ ენაზე ეგეთი კონტექსტი იდეა არ გვაქვს, იმიტომ რომ ელემები ერგებულობენ, ყველაფერზე ოკეი არის. წარმატებები. მადლობა. მაინტერესებს რას დახაკავთ დღის ბოლოს გეოდებით. გამარჯობა. გამარჯობა.
ისო გავარეკლამო. Product placement. გამარჯობა, მახო დღეს რა მოუდინები გაქვს ამ ჰაკათონზე და შენ თუ აპირებ რომ რამე დაჰაკო, გაგვიზია. ოკეი. ჩემი აზრით ყველა სენდერსი ის იქნება, რომ ბევრ ახალ ვინმეს ვნახავთ, ვინც რაღაცა ისეთ საკეთებს, რომ ცოტა ვაუს თქვა თქვენებს. მეც ვფიქრობ, რომ გავაკეთო რაღაცა ისეთი ცოტა ექსტრემალურად მინდა ბოლო 3 საათში მოვასწრო. ამიტომ ველოდები ბოლო 3 საათს. წარმატებები და შენ რა პროექტზე მუშაობ ხა მაგას ხო არ გვეთყვი არა? ეხარ ისაწყობასაც ვფიქრობ ეგ არის პატარა AI აგენტი, რომელსაც გავუკეთებ MCP პროტოკოლს, რომელიც MyGoG-ზე იქნება და კომპანიაზე ან ადამიანზე რო ჩაწერ რაღაცას, გეტყვის ვინა რასაკეთებს რა კომპანია აქვს. ძალიან საინტერესოა, მადლობა დიდი. მოკლედ რაღაც checkpoint-ზე მივედით. იქიდან გამომდინარე, რომ ორი განსხვავებული იდეა გქონდა, ვიფიქრეთ, რომ ან რატომაც არა, ანუ ორ რაღაცას გავაკეთებდით. მე როგორც წერამ თქვი, ვაკეთებ coding agents, ოლამაზე დაშენებულს და ავთო აკეთებს საკმაოდ ისეთ რაღაცას ყოველდღიურობაში რო გჭირდება ადამიანს, რომ მაგალითად ჩვენი YouTube-ის ყურება თუ ესე გეზარებათ, ეზარება ადამიანს 30 წუთი რო ან 1 საათი რო უყუროს, ავთო გააკეთებს MCP servers, რომლის საშუალებითაც რაღაცა დროის ერთეულში დაგებრუნებს LLM-ი დასამერაიზებულ კონტენტს. ხო, ნახოთ რა იქნება. იდეაში დემო ვერსია უკვე მაქვს, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც რაღაც პრობლემები გვაქვს. რაღაცები არ დაირანა ისე როგორც უნდა გამოსულიყო, პლუს რაღაც პერფორმანსთან დაკავშირებული რაღაცები არ მუშაობს სწრაფად და ნელია და მოკლედ საკმაოდ ოლამა ძალიან ნელია. სელი რაღაცების აკეთება მოგვიწევს და ნახოთ რამდენი მოვასწრებთ. ეგ არა. აბა როგორ ხართ? იდეალურად. როგორ მიმდინარეობს პირველი AI ჰაკათონი საქართველოში? პირველიო საერთოდ. მე მგონი რაღაცა მოლოდინიც არ მქონდა რომ ეს კარგად წამოიწყო. მეც არ მქონდა მოლოდინი რომ ამდენი ხალხი. ხო, პროგრამაში ხალხის რაოდენობას არ ველოდებოდით, ხო? ყველა სიგიჟე ის იყო რომ აჯენდაში გვეწერა რომ 10-ზე იწყება. 10-ის ნახევარზე იყო 20 კაცი მოსული რა და მე უკვე პანიკაში ვიყავ რომ всё. ხალხი ვერ არეტევა, საჭმელი არ იქნება. რაღაც ვერ დაჯდება ხალხი ვერსად. აი მაგრად გაასწორა. გუშინაც რომ დავრეკეთ მე თქვენთან მაშინაც ეგ გითხარით რომ თქი 10-ზე კი არის მეთქი, მაგრამ არ მოლე 12-მდე. ხალხი დააგვიანებს. ხო, ხალხი დააგვიანებს. დილით რომ მოვედი, ეს კი ახტება. ხო, ან წეგანას თქვი კიდე მესამეჯერ ვიმეორებ, ანუ ეგრეა რა, ანუ აქ ეგრეა. რომ ვიღაცები ან ონლაინში რაც არ აქვს აქტიურობა. მე ან ოფლაინ ივენთებზე ან პირველ და პირველ მეტი ადამიანი მოდის რა. მე რასაც შევხედე ძალიან კარგი ისა აქტიურობა. საინტერესო პროექტები იდება რაღაცები რა. ეს ყველა ერთმანეთს ეხმარება. კი, აი მაგას გავუსვამდი მე ხალხს რა, ეხლა ზემოთ რა ვაიბიც ყველაზე ინტენსიური ვახა ჩემთვის იყო, რომ ხალხი ერთმანეთს ეხმარება რა. აი, ანუ კათონის იდეა. ეს ცოტა magical moment-ია, როგორც literally magical moment-ია რა. ყველაზე მეტად ეგასწრებს. ანუ community და networking-ში ჩემი აზრით ბოლო წლების განმავლობაში მკვდარი იყო community. და ანუ რაცა თქვენი Discord-ი, ჩვენი Discord-ი და ეხლა გამოცოცხლდა რა. კი, საერთოდ ვაკეთებ. და თან რა დავუმღვა მეცი? ხალხი ხო ნელ-ნელა გავიდა სოციალური ქსელებიდან რა, შენ ხო გახვედი. ვიღაცები განვიშია ვარენ ჩვენი მეგობრი, ახლა მაგალითად ჩვენ ვყავდა ზუბა რა, ის ანუ ვიღაც ძალიან ბევრი ადამიანი ეს დეველოპერი ინჟინერი გავიდა სოციალური ქსელებიდან რა. ანუ არ მოწონთ Facebook-ი და ეხლა ეს ტიპები Discord-ში არიან, ანუ ძალიან აქტიურები, იმიტომ რომ რაღაც ალბათ იქ რომ მოვაკალდათ რა. კი, სოციალურ კონტექსტს ამით იმსებენ. ხო, და თან ის სოციოქსელი ტოქსიკური არ არის ახლა. ანუ რომ შემოდიხარ, მარტო შენ რაც გაინტერესებს, ესეთი თემები გვხვდება რა. სხვა შორის მე გავიცანე ერთი ადამიანი ხა აკეთონზე, რომელიც არც ჩვენ გვისმენს, არც ფოლლობს არ უსმენს და არც Discord-შია. საიდან მოხდება? ანუ მოგზებნა. ხო და მაგარი აღმოგვიჩენია. აი ხა ისე Geostar-ში რო იყო ეს პროექტი ამათ ღირდა რომ შენ აღმოგვიჩენა ეგ. საიდან მოვიდა ანუ אז მე ცოტა რომ ჩავეძიე, რაღაც მე მგონი Facebook-ზე ამოვუყო რა, მაგრამ ანუ Facebook-ზე ხონდა
Facebook-ზე ივენთი მქონდა, მაგრამ დაბუსტული ან რაღაც გავსა. ედები არა. Facebook-ზე გვედა რომელსაც აქვს 5 ლაიქი. რომელიც შევქვენით სპეციალურად. ეგ ძალიან ისეთი საინტერესო პარადოქსია, რომ ანუ ჩვენც გავაკეთეთ ახლა Instagram-იც გავაკეთეთ, даже TikTok-იც გავაკეთეთ, Facebook-იც გავაკეთეთ და ანუ ასად რაც მე ვდებ და ეს ვდებს, მაგას უფრო მეტი engagement-ი აქვს, ვიდრე ანუ რაღაც ოფიციალურად დადებს რა. ნუ TikTok ვიდეოებს არ უნდა ჩათვალებ, რომ იქ სხვა ალგორითმი. რაღაც სხვა ალგორითმი და თან აი საერთოდ TikTok-ზე მასა вообще არ უყურებს, ვინც შენ გჭირდება რომ იყურო. ხო, ანუ ბავშვებზეა უფრო ორიენტირებული, რასაც უყურებ და თლად კარგი კომენტარები არ მოდის, რაც არ მოდის. რაღაცები დავდეთ, რაღაცები და არ მოხსოვს, რომელს ნათია გავაწყეს. თან ანუ არ ვიტყვი ხა ამ წამს რომელს რა, ძალიან პროფესიონალ ადამიანს პირდაპირ დაუწერათ ეს, მაგრამ ძმურად შენი საქმე არ არის რა, ანუ რავი, ოტომედია ბულოტები ხო? ოტოლოლოს დაუწერათ. და არა მე შენი საქმე არ არის. ეგრეიასაც უწერენ კაცო, ეს შენი საქმე არ არისო. ან მე სპეციალურად რაღაც ინფორმატორი რაღაცებს ვამბობ. შენ დილეტანტო და ანუ მიხედე რა შენ საქმე. ой, მე მაინტერესებს ხა ნეგატივი კომენტარები დიდად არ არის ხო ზოგადად ანუ აი ხა მაქსიმუმ ენაზე არა YouTube-ზე არა თავიდან YouTube-ზე არა თავიდან მქონ ნუ ნეგატიურს ვერ დავარქვა იყო ერთი ჩვენთან გვეჭხუბა რომ ესო ინგლისურ ყოფს ნუ იყენებდო და ნუ აბინძურებთო ქართულ ენას და ერთი ორი რაც შევნიშნეთ ტროლის აღმოაჩინეთ რა ანუ იმენა ხო ვიღაცა იმენა მაგი კომენტარს რო გააკეთა ეკაუნტი 5 წუთის წინ ოკეი ხო ნუ ტროლების დეპარტამენტს ბაზაში თუ დუკურირებს და შეიძლება შემოაკვდო. ეგ ჩვენთანაც იყო ეს ბარბარიზმის რაღაც ანუ ერთი ეპიზოდია ლითერალი აჩვეიწებს კაროჩე ესე იწყება ეპიზოდი. და შემოვიდნენ და კაროჩეზე იმენა ეგ ეპიზოდი იყო ყველაზე მეტი ნახვით ეს რაფოს ეპიზოდი ის ეგ გავარდი. არ და ეგ ისეთი სიტყვა რავი ბავშვობიდან ახლა ჩვენ თაობას რავი რუია მოიშვა. მე მგონია რომ აი პოდკასტების მუღამი კარგად ბოდი. აი ვაფშესაც ვამბობდი რომ ვერ ხვდები ხა. აი ეს ბუნებრივობა არის უფრო მუღამი ვიდრე ხა. აი პოდკასტი ეგ არის. არა ჩვენც ვიღებთ ხოლმე პოდკასტს არ ვსკრიპტავთ რა ანუ არაფერს არ ვსკრიპტავ. უბრალოდ რაღაცა 1-2 წიან ადებას ვიტყვით ხოლმე რომ ზოგადი მონახაზი აზზე ვიყოთ საით წავიყვანოთ დიალოგი რა თორე. ხო და ჩვენ ეგ გასაკეთებელი 1-2 წიან ადება მაინც უნდა ვთქვათ ხოლმე იმიტომ რომ ჩვენ ესე რენდომად უბრალოდ შევდივართ. არა ცოტა მაგას აქვს მუღამია. მე ხო ვიყავი ამთან და ანუ ძალიან გავსე პროუჩენ ჩემი აზრით რომ 1-2 ხაზი ძალიან ისე. ან 1-2 ხაზი უბრალოდ რაზე ხო არის ვიღაცებს არ უნდა თქვა რაზე კითხო და დავუსვო. ეხლა ყავდა ერთი სტომარი და სამსახურზე არ მკითხო თქვა ფერი. ეგეთ რაღაცებს ყავდა შეკეთე ზუსტად. ყველას ვეკითხები ერთ რაღაცას რომ მეთქი ან ხო რამე ხო არის ისეთი რაღაც არ უნდა კითხო. ან შენ ხო არ გინდა ვიღაცას თავის თული აქანო გითაბზე უდევს და უნდა რომ მაღაზია ილაპარაკოს ბევრი და მან აზიარება რაღაცა ინდივიდუალურია ჩვენ ეგრე ვქეგმოთ. მე რო ვიყავი შენ რო მკითხე რომ აი რა სტექზე მუშაობ რაღაც დაახლოებით და ყავ დაიწყო ჩაწერა და რაღაც 30 წუთში მე თონიკე ვაპარაკოთ რაღაც ტერაფორმის და თავიდან რომ ვილაპარაკეთ მონახაზი რომ იმას ვქენით ვისაუბრეთ რომ თან როგორ იყო იცი სანამ ესე ტაშავად იმას ვიზავთ თან გადავისვით გადაღებას თქვით რომ კაი კარჩე JavaScript-ით ხო და მაგით წავიყვანთ ხო და ეს იყო რა და ბოლოს ტერაფორმზე გავედით ზედი ტერაფორმი ტერმინალები გოსტი JavaScript-ზე ვაფშე რა გველაპარაკო და მე გაგახსენდა რომ უი მეგობრებო იცი JavaScript-ზე უნდა გველაპარაკა მე იქნება part 2 ეპიზოდი აი ხო და მე მგონია რომ პოდკასტის მთელი იდეაც რეალურად ეგ არის რომ იყოს მაქსიმალურად ტრანსპარენტული და რავი ის რაც არის რეალური რა ანუ იდეაც ეგ იყო ჩვენი შემთხვევაში ყოველ შემთხვევაში ეგ იყო რომ რეალური სურათის ჩვენება გვინდა ადამიანებისთვის ის რა თქვა დეველოპმენტი რეალურად სულ სხვაგან არის სულ სხვა რაღაცები ხდება და იგივე იმ სოციალურ ქსელში და რაღაცებში სულ სხვა რეალობა ხდება რა რომ ანუ სიყალბე რაღაცები კადრების დეფიციტი რომ გვაქვს რეალურად და ასე შემდეგ რა და ვინც მართლა გამოცდილია და მართლა შეუძლია რაღაც საკითხებზე დავა და დებატი ასე ვთქვათ ის ადამიანები არ ჩანენ ადრე ჩანდნენ რა ვიღაცები სტატიებს წერდნენ Facebook ჯგუფებში აქტიურობდნენ და მე რაღაც უცბად ეს კორონაც რო დაემატა ყველა გაჩუმდა რა და რაღაცა ისეთი ანუ სიჩუმის ხმაური იყო ანუ იგზნობოდა რა თანცი რა არის რომ ანუ რაღაცა მაგ ტალანტის და გამოცდილი ხალხის თან გადინებაც ხდება რაღაც დონეზე ხო ეხლა მაინც ეს ხალხი
შეიძლება აქ ცხოვრობს, მაგრამ მუშაობს თქვა რემოუტად რაღაც იმას და ხო, ყველა რამე მონდა. შესაბამისად account community-თან იმდენი კავშირი არ გაქვს, თან მე COVID-მა საერთოდ დაჭვიდა ყველაფერი, მაშინ და იმის მერე რავი საკოლოფლარი იყო და ჩვენც ახლა რაღაც ანუ ჩვენ ხო იგივე დავიწყეთ რომ აჩვენდა ნიკამ მომწერეს რომ რაღაც მოდი რამე კონფერენცია გავაკეთოთ და მეთქი ახლა ეს კონფერენციას არ გააკეთეთ მაგის თავისუფლება და მოდი Zoom-ში შევიდე და ჩვენ ვილაპარაკოთ 4 ხმარა. ხო, უბრალოდ ჩაწერაც არ იყო თავიდან რა. პირველი 4-5 შეხვედრა იყო, პროსტა Zoom-ში ვილაპარაკოთ. ნეტა ჩაგვეწერეთ და ხო, ანუ რამდენიმე ეგეთი ის არის რომ ანუ ეპიზოდი თუ შეხვედრა რომ არ ჩაგვეწერია რა. რაღაცა გვაქვს ჩაწერილი რომელიც არ დაგვიყვანოს. მესამე თუ მეორე შეხვედრა იყო ეგეთი რა. და ხო რაღაც აქედან უბრალოდ ესე რა genuine ინტერესი რო გქონდა ერთმანეთის გაგვიზიარებინა ეს ტექ რაღაცეები. just ერთ შეხვედრაზე ვთქვით რომ მოდი ბარემ ჩავიწეროთ. ანუ დაგეგმილი საერთოდ რა, ანუ წინასწარაც არ დავიგებია და რაც მაგის მერე გავაგრძელებთ ეს რაღაც ოფიციალურად არის მიცემა რა. რა ეხა თქვენ ხა მიუხედავად იმისა რომ ხა ვთქვათ ცხოვრ პროდუქტებზე მუშაობთ, ანუ გაქვთ მე მგონი უფრო მეტი გამოცდილება ჩვენზე აქაურ ინდუსტრიაში. ეხა მე თითქმის აქ რეალურებასთან არ მქონია შეხება რა. ესეც სულ ცხოვრობთან მუშაობს, მე მუშაობდი ქართველებთან, ხო. შენ უფრო ისეთი გადაკვეთა ქონია და იცნობ რეალურ აქაურ პრობლემებს რა. მაგიტომ მინდოდა ზუსტად რომ ანუ მე ძირითად შემთხვევაში ესე ვიყავი ხოლმე, ერთი მქონდა main job-ი მქონდა და ერთი კიდე part-time job-ი მქონდა remote-ად, ნუ უცხოო. სულ ამ იმას gap-ს ვხედავდი ხოლმე აქაურს და უცხოურ შორის რა, ანუ ვერავის ვერ ვუხსნიდი რომ ანუ რაღაცა საქმე ისე ვაკეთებ, აი ძალიან არასწორია, იმიტომ რომ ისინი ყოველთვის ahead of time იყვნენ რა. მე შენ რომ ahead of time-ს ეჩვევი იქაურ, მე აქ ვეღარ ეწყობი. და მაგიტომაც მინდოდა პოდკასტის გაკეთება, რომ ანუ ის ხალხი მომეყვანა და ანუ რაღაც მომჩი მარტო მე კი არ მელაპარაკე მაგაზე, აი სხვებსაც ელაპარაკეთ რა. და თან რავი მენახა რა ეს ხალხი, ისე ხო არ შეხვდები. კი, ზუსტად. მეც იდეაში აი აქამდე მქონდა ცოტა პოდკასტი რა. სოლო პოდკასტი და ერთი ორი წლის წინ თუ წარდა ნახევრის წინ და მაგის მოგამი იყო რომ ყველა მეკითხოდა რა თქინდა და მოგამი ზუსტად ეგ იყო რომ ეს ახლა ვიღაც ტიპს რა არის მაგალითად თორნიკს ეს რომ მოგწერო ხა ნუ კაი კი მოგწერს ტიპს გაიცნობ თუ კაი ტიპი ხარ არ მოგერი გერიდება მაგრამ ანუ ტიპს რო წერო მოდი პოდკასტი მაგას ანუ ბევრად კარგი მედიუმია რომ ტიპი გაიცნო რა საინტერესო ხალხი გაიცნო მე აი მაგალითად პოდკასტზე კიდე არის რომ აი ცოტა კომპლექსები თუ გაქვს რა, ლაპარაკის, publicly რაღაცების კეთების, ეგრევე გიხსნის რა. და ზოგადად რაღაცა ის შიშების გადალახავში გეხმარება, იმიტომ რომ აქ თუ გადალახავ შიშს, მე სხვა სიტუაციაში შიში არა და იქით ლახავ და რაღაცა აი სანამ მიკაითხო და რომ მოდი ჩავწერო და დავდოთ, აი ჩემ გოებაში წარმოუდგენელი იყო, ახლა random dudes და რაღაც random თემები და ხო აი publicly ვერ ვილაპარაკე და მაგრამ მე რო გადალახეთ მას ლინკდინზე ისა კრაკია დადიზაინებულია ფუნქციონალი რომ ხომ დათაგოს. ეგ ვერ ვთაგოთ. ვიდით რამდენი ვიწვალე მეთქი რა ჭის რა ორიენტირებული. მეთქი აპლიკაციის ბრალია iOS-მა გაჭირდა მეთქი მე Facebook-იდან ვცადე Facebook-იდან Facebook-იდან ვებიდან ვცადე იქიდან. დათაგო. ისა მე რა მაინტერესებს ახლა რა ანუ ჰაკათონზე ორი სიტყვით ვილაპარაკეთ ზოგად კონტექსტში და ეხლა თქვენ მონაწილეობას რო იღებთ და თქვენი გადმოსახედიდან თქვენი პერსპექტივა მაინტერესებს რაღაცეები რა პირველ რიგში თვითონ პროცესში რო ხარ ახლა ჩართული, ჩვენ არ ვართ, ორი სიტყვით რომ ვუყვეთ კონტექსტური პერსპექტივა როგორია. ჩემთვის მაგალითად მე მგონი მეორე ჰაკათონია, პირველი ჰაკათონი იყო მე რო ვიყავი სტუდენტი, რავი, ის იყო 10 წლის რა. ხო, ანუ ეგ არის მეორე. ხო და სასიაოვნო გარემოა პირველ რიგში ძალიან მომწონს ყველაფერი. ერთადერთი ხო როგორ იყო, იცი? ერთ პროექტზე ვიყავ თავიდან რომ მოვიდეთ ორიენტირებული რა, გუშინაც რაღაცები იდეები ჩამოვაყალიბე ზერელე ძალიან რა. და დღეს მოგვივიდა იდეა რომ მოდი მეორეც ვქნათო რა. და ეხლა მივხვდით რომ ეგ მეორე არ ესწრება რა, ანუ რა, იმიტომ რაღაც პრობლემები შევექმნა, ან თლად ღირებული და კარგი არ იქნებოდა და ანუ მაინც ჩამოყალიბეთ რომ ისევ ერთი დავტოვოთ რა. ხო და უბრალოდ თემა ის არის რომ ხო საერთო ჯამი ჰაკათონის ის იდეა რაც არის რომ ადამიანთან ნეტვორკინგი გქონდეს და მე ეს პროექტი წავადგეს საერთო ჯამი გონია დღეს შედგა და ძალიან კარგი და მე ესე ვუყურებ მაგას რომ მე ჰაკათონზე ვარ ოფიциალურად და ანუ მაშინ რომ საქართველოში ჰაკათონები ტარდებოდა ესეთი აქტიური მე მაშინ გამოსვლება არ მქონდა რა ძალიან დამწყები იყო ხოლმე მაგრამ როგორც დამსწრა ისე მივიდიოდი ხოლმე რა და პირველად ვიყავი ჰაკათონზე ქუთაისში ჩატარდა 10 ჰაკის ჰაკათონი 2015 წელს თუ 16 წელს და იქ 3 დღე დავჭით. და გვეძინა ზოგს იატაკზე ზოგს კანზე გვეძინა და
იქ მაგარი მომოთ, მაშინ ახლა AI ხო არ იყო, მაგრამ ის ანუ ყველაზე მაგარი პროექტი იყო Arduino-ზე დაპროგრამირებული რაღაცა მოდელებს ვაკეთებთ ხოლმე რა. ზოგადად ჰაკათონის კულტურა ძალიან მომწონს, რა სულ შურდა ხოლმე რომ უცხოეთში ძალიან ბევრჯერ არის ხოლმე, იდეაში ონლაინ ჰაკათონებიც არის ხოლმე რა. ან კომპანიაში მაგალითად Dropbox აქვს ხოლმე რა, შიდა ინტერნეტ ჰაკათონები რა და დრონების ჰაკათონი გააკეთეს და სულ შურდა ხოლმე და ჩემი აზრით არის ერთ-ერთი ყველაზე მაგარი კულტურა, რაც ჩვენ გვაქვს ჩვენ სფეროში. რომელიც გაძლევს აი უზომოდ ბევრ შესაძლებლობას იმისთვის, რომ ისწავლო, გაიცნო და გაფართოვდე. იმიტომ რომ მე მახსოვს ახლა მაშინ ჰაკათონზე ვინც გავიცანი, იმათთან დღემდე მეგობრობ. მე ერთმა ოფერის გამიკეთა სამსახურში. ან ძალიან ბევრი ისა. და თან მით უმეტეს ჩვენაირ კომუნიკაციაში, სადაც აი ძალიან ცოტანი ვართ. და შეგვიძლია ყველანი ერთმანეთს ვიცნობდეთ და რაც შეეხება ამ კონკრეტულ იმას მე ესე ვუყურებ რომ დღევანდელი ჩემი დემო უფრო იქნება ის კი არა რომ აი ნახეთ რა გავაკეთე მაგას ალბათ ყველა გააკეთებს დოკუმენტაციო წაიკითხოს და გაყვეს და ელემენტარული პროგრამირების უბრალოდ იქნება ალბათ დინად კარგ საშუალებებს იძლევა ეგეც და უფრო მეტად უფრო ის რომ აი რა შეცდომები შეიძლება დაუშვა, ესეთი რაც გააკეთებაც გადაწყვეტავ, რა ფეილები შეიძლება გქონდეს, რას მიაქციო ყურადღება, რას დააკვირდე, როგორ ჯობია რომ გააკეთო, მე რა შეცდომები დავუშვი რა. ანუ just experience-ი რომ გაუზიო რომ სხვებს და ნავი, ჩემი აზრით ჰაკათონის იდეაც რეალურად ეგ არის რა. რომ ანუ შენ რო დაფრაში და ფეილდი 48 საათი, ეხა ამ დროში 5 საათში ისე გაუზიარო რა. ეხლა ერთ ჩაგეკითხებით რა, მე ვიცი რომ ანუ შენ უჭერდი მხარს რომ რასზე დაგეწერა და შენ C# და აი თქვენი არგუმენტაცია გამოცნოთ. ორი სხვადასხვა სამყაროს ამათი ხო არის რომ ანუ სულცეც მინდა რომ რამე ცოტა სიტყვი ეს ინფორმაცია მაიკისთანაც მოიპოვა შიგნიდან. ბიჭო, ჩემი მიდგომა ყოველთვის ეგეთი რა. ანუ ეხლა რა ავდგე ხვალე და მართლა რომ მინდოს რაღაცა open source-ის გაკეთება ესე ჩემს free time-ზე რა თქმა უნდა ავირჩევ ისეთ ენას, რომელიცაშიც ვარ ძალიან კომფორტული. ანუ ალბათ ავირჩევდი Swift-ს. Swift-ზე გავაკეთე რამდენიმე კვირისწინ თუ ერთ კვირისწინ რაღაცა მარტივი აგენტი და გავაკეთე აი ძალიან მარტივად რა, იმიტომ რომ კონტექსტი მესმის, LLM-ს თუ ვიკითხები რაღაცას მარტივად ვამოწმებ და როცა აი იძულებული ვარ ერთ დღეში რაღაც ავაწყო. რავი, რატომ არ ვცადო ის ტექნოლოგია, რომელიც არ ვიცი თან ცუდად ვიცი. ისე თუ არ იცი და ანუ ხო რა ბარემ ვწდი რა იქნება მომწონს ან რა ანუ რაღაცას ხო ვისწავლი რა. ეხა ის რომ Swift-ზე დამეწერა ოკეი დავწერდი მაგრამ not fun რა იმიტომ რომ რავი X-ს დავწერე და მაშინ იმას წამოვიღებდი. ამიტომ Rust-ის კიდე ტექნიკური ის არის რომ Ratatouille აქვს კარგი TUI library აქვს და შეგიძლია გამოიტანო LLM-ებმა კარგად იციან JavaScript-ი თან ვერ მეგობრობ და რავი რაღაცა მაშინ Go ნამერჩი და Go-ს ინფრასტრუქტურა ის კარგად არ ვიცი. საერთოდ Go вообще დამწერია და Rust-ი კარგოზე მიმუშავე რაღაცები გამიკეთებია. TUI რო გითხრა რა არის რა? TUI რო გითხრა რა არის? TUI არის terminal UI, სადაც ტერმინალში ტექსტის, ან ტერმინალში ეს ტექსტებია, მაგრამ ეს ტექსტები და ხაზები ისე არის განლაგებული, რომ ასოციაციას გაძლევს თვალის, რომ არის ჩვეულებრივი user interface-ი და keyboard-ის ისრებით, ან Vim-ის keybind-ებით დადიხარ ზევით ქვევით, შეიძლება იყოს loader-ის და ასე შემდეგ რა. და ამასთან კაი თულები აქვს Rust-ს რა და თვითონ ის build manager-ი მომწონს ის კარგო რაც აქვს. ნუ რეალობა მან ეგეთი იყო რადგან შენ კითხვა დასუხო რომ ეს კარგად არის და თავისი შარფის სამყაროს ნაწილი მან ეგრე არის რომ ალბათ იმ კონკრეტულ case-ში რაც ისი დაწერაც მინდოდა ალბათ Rust-ი უკეთესი იქნებოდა რა ზუსტად მაგ რაღაც package friendly-ობიდან გამომდინარე იმიტომ რომ AI აგენტის ნაწილი ჯერ იხლა იხოდება ჯერჯერობით .NET-ში რა იმიტომ რომ ანუ სტაბილური ვერსიაც კი არ არის model context ჩამოჩვენე არა არის ეგრე რაღაცები ჩააგდოს. არ არის ეგრე ნამდვილად
უბრალოდ ზოგადად ეს აგენტები ახლა ვითარდება. ყველა გითხოვდა სერიოზულად პასუხს. ნებისმიერ ეკოსისტემაში ჩავამაჭრია რა, ეს არის თორნიკესაც. ნებისმიერ ეკოსისტემაში ეხლა ვითარდება ყველაფერი რაღაცა და აქაც ერთი სტაბილური. მე მაინც რო წარმოვიდგენია. ვერსია ჯერ დამასრულებელი თუ შეიძლება. პრევიუ ვერსია. პრევიუ ვერსია და ეს ვაფშე ეხლა იწყება ყველაფერი. რა გიქნა? ან შე სამწელში მოხდილი იქნება. არ იქნება სამწელში არ ნაკლები. მე ესე ვფიქრობ, რომ მე ვერ წარმოვიდგენია terminal based-ის რაღაც CLI თულის აწყობა მინდოდეს და C# ავირჩიო ამისთვის. აი უბრალოდ ვერ როგორც Java-ს აი რატო ვერ წარმოვიდგენია? აი ვერ წარმოვიდგენია, რომ მაგის .NET run პირველ რიგში აი მაგათად აი მარტივ მაგაზია. ატო მე გავაკეთე მაშინ აი არ მინდა. ძალიან შორს წავედა. აი მარტივი ბიზნესი, MCP servers რო აკეთებ რა. რატო აკეთებს უმეტესი ადამიანი MCP servers Node-ზე და Python-ზე? იმიტომ რომ by default უმეტეს მანქანაზე, ჩვენს ლოკალურ მანქანაზე Node და Python-ი ისედაც არსებობს. შენ გაქვს .NET-ის runtime-ი შენ მანქანაზე? მე Java მაქვს ამაგიერებთ. შენ გაქვს 11 კაი, რა მნიშვნელობა? კაი, იგივე Java-ზე შემიძლია მაგალითად Java-ზე რო დავწერო MCP server-ი მე. ლოგიკურია რომ მე რო გავუშვო ჩემთან ისე რომ დაირანო, სჭირდება JVM-ი და JDK და ჯანდაბები. .NET-აც იგივენაირად. აი იგივენაირად .NET-ი გჭირდება ერთი გლობალური თულა და ხომ არა, არ უყენია, ანუ .NET-ი არ არის runtime, რომელიც უმეტეს ადამიანს ლოკალურ მანქანაზე უყენია. Node და Python-ი არის ეგეთი by default ტექნოლოგია, რომელიც Python-ი მეგონი რო აყენებო ეს მოყვება. და აუწერეთ კომენტარებში თქვენ ან რომელ თულზე ანუ ხო თემა ეგეთია, კაი არ მინდა სხვა თემა. რეალურად დაწერადია ძალიან კარგად, მეც დამიწერია ბევრი CLI-ის თული .NET-ით და C#-ით და რავი ვერაფერს ვერ ხედავ მაგაში ცუდს, მაგრამ აი ამ კონკრეტულ შემთხვევაში MCP-ში ჩემი არგუმენტი სწორია. 3-4 დღის წინ დავიწყე რეალურად მაგის სივრცეული გარჩევა და ახალია რა რეალურად ამ ამბავში ამ ეკოსისტემაში. არის ამიტომ კარგად არ მუშაობს და მაგითო ვერ გპასუხო მიმარჯვენე. Java-ზე რა ხდება ხო ერთ შემთხვევაში. Spring Boot-ს აქვს MCP-ის რაღაცა. რა უშინ ვარ ისერჩებდი და ნახე რომ ზუსტად იგივე მდგომარეობას რაც C#-ში ანუ ახალია და preview ვერსიების არსებობს პეკეჯები რომელთაც შეიძლება ეს აგენტი დაწერო რა აგენტი არ არის ზოგადად ანუ აი .NET-ის დეველოპერები რამეს აღმოაჩენ რომ არ არის .NET-ზე რომ გული დაიფინო ეგრევე ნახულობენ რომ აი Java-ს ხო არა ვაი და აქ თუ აქვს მაშინ .NET manifesto-ში წერია რომ იგივე დაიწყო ამაზე მუშაობა რომ ანუ ან ეგრევე რეტინგი დაიწყო ამ ტექნოლოგიას რა არ ვარგაც სიანდრეში ხა ყავდა სტუმარი ჩვენ საშკალემსა და Signified Foundry და X აზრელი და ნუ აზრი ზოგადად Java არის ძალიან ისეთი hardcore Java კომპანია და საშკალს ძალიან ისე იყო რა მიუხედავად იმისა რომ აქ ისეთი ცნობილი Java საიტერი ერთი ცნობილი Java საიტერი ორი გვიზია თუ Java ძალიან აგნოსტიკური იყო თვითონ ეხო თქვა რომ ისო ანუ პერსონალური გადაწყვეტილება უფრო სუბიექტურიაო და რავი ეგრეა რა რაშიც ყველაზე კარგად აი რაღაცებში არსებობს ლიმიტაციები ეს არ დაგვაუწყდეს რა აი მაგალითად მე მქონია ისეთი შეხებები რაღაც საკითხებთან ამ წამს რავი დეტალურად რო გითხრა მაგალითად მჭირდებოდა ეგეთი რაღაცა რომ არსებულ რაღაცა ბრაუზერიდან წამეკითხა რაღაცა კუკიები და მე ის request-ში ხელით გამეტანებინა რა ხო და აი ეგ მაგალითად .NET-ში გაცილებით უფრო რთულად არის ვიდრე Python-ში რა ანუ ეგ მე ავტომატურად მაფიქრებინებს იმას რომ აი მაგალითად თუნდაც Python-ის თემატიკა რო ავიღოთ იმიტომ კი არა რომ Python-ია მაგარი არამედ იმიტომ რომ რაღაც ლაიბრარიები იმდენად rich და მდიდარი ლაიბრარიები აქვს რა რომ იმის ფონზე ჩანს ძლიერი და მაგარი რაღაცა რა ასე რომ არსებობს რაღაც სიტუაციები რაშიც შეიძლება ის იყოს სწორი თული ის იყოს კარგი თული ის იყოს თული თული მაგრამ საერთოდ იმაზე მივალთ რომ თუ აი ხა მაგალითად .NET-ში ეგ რაც თქვი მაგას შევეშვი ბოლოს რაღაც იმიტომ რომ ლიმიტაციები ქონა ლიმიტები ქონა რაღაცები და Python-იდან გამომიყენებინა უფრო მარტივად ვიზავდი და მეც დავისვენებდი და ყველა რა ანუ და ეგეთ кейსები არსებობს ისევ როგორც სხვა ენას შეიძლება ქონდეს სხვა ლიმიტები და სხვა რაღაცა მინუსები ანუ აქ ხო ყველაფერი იმაზეა რაღაცას რის ხარჯზე თმობ
ანუ იქ გაქვს რაღაცა გარემო .net-ში კარგი გეიჟურთან ინტეგრაციები, ბევრი რაღაცა ნუ ისინი. მე ვერ დაგეთახმება, შეიძლება არსებობს ერთი true superior ენა. ოს დავასახელებ. მე ვფიქრობ, რომ აი მაგ ამართლებს JavaScript-ი რა, ყველა მიცის რომ ნაგავია ენა, მაგრამ იმდენი არა JavaScript by default. ანუ by default ვაღიაროთ რომ ანუ bullshit-ია, სამს უმატებს სამს და ნალი მოგდის თუ რაღაცა. ანუ მაგრამ ისეთი ეკოსისტემაა გარშემო და ისეთი თულები და ეხლა TypeScript-თან, რომ ანუ ეს ენა რომელიც ნუ შეიქმნა 10 დღეში Netscape-ში, ეხლა არის მაგრამ ისიც გასვასწრებო მომენტია შენ ვთქვი რა რომ ერლებმა კარგად იციან Rust-ი. ანუ მაგას რომ ჩავკითხე რა კოდის ჭამა ერლებმა ის ტოკენები რაც ამდენობით არის შედარებით უკეთესი კოდი წერია. ეგ მე შევამჩნიე რომ Go-ზე რო ვიყენებ ამ თქვა კურსორს ან clouds ანუ გაცილებით კარგი suggestion-ებს მაძლევს და მე აღარ მჭირდება იმდენ კოდის გადაკეთება ვიდრე JavaScript-ზე. იმიტომ რომ JavaScript-ზე იმდენი shit კოდი აქვს ნაჭამი ერლებს რომ ხანდახან ძალიან სისულელეებს გარბის რა. აი ვერაფრით ვერ ზუსტად იმას ვერ გააკეთებინებ რაც შენ გინდა. იმიტომ რომ აი 1000-მა ტიპმა 10000 სხვანაირი გზა იპოვა JavaScript-ში ვერ გააკეთებინა და შემდეგი ტოკენი ძალიან ბევრი შეიძლება იყოს. Go-ში შედარებით ნაკლები option-ია, იმიტომ რომ რაღაც predefined გზები არსებობს, good practice-ი რა არის და ხალხი ძირითადად wins Go-ს იყენებს good practice-ების ევასებად. და JavaScript-ში ძალიან free flow-როა, LM-იც მაგდენ კარგი შემდგომ ვერ შემოაკვირა. და sample size-ით უფრო დიდია. და დიხასაც არ ეძებს იმ sample size-ში იმის სანამ შევახსენდი მაგაზე არ მიფიქრია რატო შეიძლება რომ JavaScript-ში 9-ჯერ უნდა დავპრომპტო რომ ბოლოს რაც მე და ეგ მივიღო და Go-ზე რავი დაჟე auto-complete-იც კი enough არის ხოლმე. მაგას ვამბრო, აი Rust-ზე ყოველთვის one shot-ია ხოლმე თითქმის რა. აი თითქმის one shot-ში გიკეთებს რაღაცას და მე ნუ ლოგიკურად ხვდები იქ რომ მეკითხება ეს დავწერო, ხვდები რაც სისულელს წეს, ნუ გადავუკეთებ, მაგრამ ნუ აი უმეტეს შემთხვევაში one shot-ია ხოლმე. აი მაგალითად რასაც ვერ ვიტყვით, მაგალითად Swift-ზე. Swift-ზე შეიძლება რაღაც უთხრა და სხვა რაღაც გაიგეთოს. იმიტომ რომ ვერსიებს ვერ ხედავს და ამ ბოლო დროს ეს ანუ ჰაკივით დავამუღამე რომ რაღაცა library-ს თუ ვიყენებ ხოლმე, პატარა library თუ არის library ხო არ იცის ძირითადად და ან რაღაც ძველ ვერსია აქვს ხოლმე და დავიკლონებ ხოლმე იმ library-ს root folder-ში და როგორც ფაილები ისე გადავმოდის ხოლმე რა. თუ პატარა თუ ძალიან დიდი არა ხა Linux ვერ დაიკლონო. თუ პატარა ძალიან გადმუშაობს რა, დაიკლონო და უკვე სწავლობს და გთავაზობს ხოლმე. ხო, იდეაში აი კურსორშიც ძალიან ხშირად node მოდულებს შეხავ, რაღაც library რომ მიდე ხოლმე, ანუ როგორც იცი, აი რაღაც იმპლემენტაცია ვერ გავაკეთე და შეგნით შევდივარ და ვნახულობ პარამეტრები როგორ გადაესმა რაღაცა და იქ რო კონკრეტებ რომ აი ხა მიდიდან package-ში ეს ფაილი ნახე, ანუ მან დაკლონა აღარ ჭირდა თვითონ იმაშოვა და ნუ კარგად მუშაობს ხოლმე რა. By the way, speaking of cursor. სანამ მაგას თქვი ახლა მე ის როლი მოვიგე რომ თქვენ სერვერულ რაღაცებს ლაპარაკობთ და მე ანუ ეს კი ანტონიკე სხვა რა ანუ Rust-ის და Go-s developer-ი უფრო მალე ჩანაცვლებიან AI-ით ვიდრე JavaScript-ი ეს არის real take-off ხალე იყენებთ აქტიურად მე ზოგადად VS Code-ის ძალიან დიდი ჰეითერი ვარ აქედან გამომდინარე კურსორით არ მომწონს. და ველოდები ხა Z-ი გამოუშვებს ხვალ მე მგონი, ხვალ გამოდის agentic tools. ისე მე ხა რაც agents ვიყენებ, ყველაზე მეტად არის Cloud Code. Cloud Code ვიყენებ. აი რადგან VS Code ახსენე ზოგადად მე მით უმეტეს მე ზეძება VS Code. ანუ იმიტომ რომ ან Rider-ში ვმუშაობ, ან Visual Studio-ში თუ კომპიუტერზე ვზივარ. Rider-ი, აი. Rider-ი ძალიან მაგარია. ჩავერთო. ჩავაზე ვწერდი ადრე ამბობს და მე უცბად მომიწია .NET-ზე გადასვლა რა და ეგრევე ხა IntelliJ-დან Rider-ზე გადავხდი და აი თან AI-ს დამეხმარა ხა რა რაღაც ერთი წლის წინ იყო, მაგრამ ისეთი smooth transition-ი იყო რომ ანუ ძალიან familiar გარემო იყო. In contrast with Visual Studio-ზე რო გადავსულიყავი რა. Rider-ი JetBrains-ის არის. IntelliJ-ი იყო .NET-ის და იგივენაირად იყო ყველაფერი და ძალიან გაასწორა. Rider-ზე default თემა რა არის? თეთრი. არა, dark თემა. ნუ მესმის ახლა რომ სისტემში ვარ და მარტო მოვიწერ light mode-ში. გასაგები. სისტემში light mode ხა? ეგ აი მე და არ მეგონა. ოდიდან. არა, მომენტებად ჩვენდა dark mode-ის.
მაგრამ გადმოუცვალე ის. მე გაგიმხელთ რომ ხო და რას ვამბობ რაიდერები ჩამოვარდა საუბარი მე მithumetes მე მithumetes ოდრო ძალიან განათებული ბოდიში გაწყობდი ძალიან ის არის განათებული გარემო რო არის რა იქ მისჩენია ხოლმე ლაით აი ესეთ გარემოში ვერა მე მithumetes ვერ ვიტან რა visual studio code მაგას მომბობ წერანდა და აი ის MCP სერვერის გამართვა .NET-ზე ხო ამ წამს შესაძლებელია ორი საშუალება ან visual studio არ ასაპორტებს ან ასაპორტებს visual studio code-ი ან რაიდერი როგორც შედარებით რთულად ახალი დამატებულია რაიდერში visual studio code-ში შედარებით უფრო დიდი ხანი რა არა ერთი რამოდენიმე თვე არა რეალურად რა ხო და ეს კარგად ჯერ ვერ მუშაობს რა იმიტომ რომ დასახვეწია ძალიან ბევრი რამე და მივალ აქ რამდენიც ეკოსისტემა რაღაცები დაიხუცა ჩვენ შეხოთ ვცადეთ ასევე ჯუნი ეს არის JetBrains-ის აგენტი ოკეი თვითონ გააკეთეს და standalone აგენტი არის CLI თული არა შიგნით არის JetBrains-ში ჩაშენებული პლაგინსი წერთ რეულებრივ და ტატორად ის არის ლიცენზია გინდა არის გაგვიზიარა ეს წინასწარ მოცემული აპიკი და ძალიან მაშინ ის ხო ექსტრა ის იყო ხა არ მიცდია მაგრამ ძალიან ნელი მუშაობდა მაგრამ ნელი იყო ძალიან აი cloud code-ისნაირი აგენტი მე ჯერ OpenAI-ის კოდექსი ხო არ გამიყენებია არა მაგას საკებენ at least ისინი ვინც სოფენა იგნის მუშაობენ ეგ ჯუნი მე დათქონინგე მე ავტესტეთ იმენა ერთად რა იმ Discord-ში ვიყავით და ვაზრიარებ screen-ს რა და თან ძალიან მარტივი ტასკი მივიდეს არაფერი რა request-ის გასაგზავნი რაღაცა იმაში არა HTTP-ის call-ი უნდა გაიგეთო და response-ი და ნუ აი იმდენი ხანი იფიქრა ანალიზი მე ფაილი გახსნა მე რამ ყველაფერში გავიდა რავი ძალიან დიდი დრო და 10 წუთში არ ოკეი მაგრამ მაგის იდეა ანუ ის იყო ექსტრა ანუ ჯერ early beta-ც იყო მე მგონი early beta და მე მაინც cloud code-ი ძვირი რო აღგდეს ოკეი კოდექსიც იგივე ფასი ხო რაღაც მე მგონი მსგავსია ანუ თქვენ კოდექსი რო მუშაობს რა ბოდიში cloud code-ზე ვიკითხო რა ანუ თქვენს დაახლოებით რა გიჩნდება მე ხა სიმართლედ ვთქვა დავიწყე გიოში რო იყო მოსული სადღაც მაგ პერიოდში შევიწე და უკვე $75 მიზის ანუ $25 ვაკრდიდებ ხოლმე რა და $25 რომ მითავდება ხოლმე მაგრამ მან პრობლემა იმაში კი არა მან პრობლემა არის ჩემს პრომპტის აი პრომპტ ცუდ პრომპტ ინჟინერიაში რა დაწოვებული ხარ მაგაში რომ ან მაგიტოა ან იქნებ just მე მგონია რომ ცუდ პრომპტს ვაძლევ და კიდე რა არის იცი ხანდახან არ ვუყურებ აი რაღაც მივეცი წავედი რაც ვაკეთებ რა რა იქ შეგიძლია რაღაცა არასწორად გააკეთა შენ escape-ით დაინტერაპტო და გააჩერე და მაგას რო არ ვაკეთებ ეს წავა რაღაცას მაგალითად ხო მეზარება ხოლმე permission-ზე ყოველზე yes თუ რაღაც მარტივი და ხო მივიცემ shift-აბით ვაძლევ permission-ს რომ მიდი რო წავა მე რაღაც ვაკეთებ გადმოვალ დამხვდება რაღაც არასწორად რაღაც არ მომწონს მე ისევ თავიდან ვაძლევ მე ისევ თავიდან იწყებს იტერაციას და ბევრ ტოკენს ვახარჯინებ რა რეალურად თუ შეგიძლია რეალურად ეკონომიურად გამოიყენო არ უნდა გეზარებოდეს უბრალოდ და თითო იმაზე response-ზე permission-ები შენ თვითონ ანუ yes no თუნდა ამაზე სხვა დამოკიდებული რა სიდიდის პროექტში იყენებ მაგრამ თუ კონტექსტი სულ დიდი და დიდი მიყვება დიდ პროექტში ვთილო ვაფშე არ ვიყენებ თუ გაქვთ ნაყიდი რომელიმე AI subscription-ი თვეში რამდენი ხარჯებთ მარტო აი ამ მომენტებში AI assistant-ი $60 კლოდი მაქვს კლოდი კი არა GPT plus-ი ერთი მაქვს კურსორი და ეხლა ბოლოს გვიწევს image generation-ზე მუშაობა რა და API-ით ვაზივარ იმას GPT-4-ში და აი ერთი კვირა მუშაობა ბოლოს ძალიან გიჟვით რაღაცა შეგენერებ და ერთი $50-60 მაგან დაწვა რა მე მაქვს Gemini GPT და Claude და თან Claude კოდი ძალიან პარსავს ანუ მაგრამ Gemini-ში სადაც ის იყო რა იმაში მოხევი დისკაუნტში მოხევი და 3 თვეში 3 თვე მაქვს ერთი თვის პასად და GPT-ს და Gemini-ის რა აქვს ან მაგათი არაფერი არ მაქვს Gemini-ის ჰქონდა ეს თვით რომ ერთი თვისა გადაიხდა და 3 თვე უფასოდ გიყო რა და რავი მეთქი ვწდი და 2 და 5 რო არის ეს ექსპერიმენტული რაღაც მაგას ტესტავდი და API-დან თუ მაგათი UI-და კი უბრალოდ ძალიან ბევრ კომენტარს წერს და ეგ მაგიზიანებს აი ძალიან ზედმეტი კომენტარები noise-ის ქმნის ძალიან ისი ამ AI თულების გამოყენებაზე გუშინ კოტებ რა რაღაცა ძალიან იდეა შევართ ძალიან მარტივი
ასე ვთქვათ, შეჯამება თქვა თვითონ როგორ იყენებს რა AI tool-ებს. ეს კონტე არის ქართული ტიპი, ვინც OpenAI-ში მუშაობს. და kinda მე გუშინ მთელი ღამე მაგაზე ვფიქრობდი, სანამ დავიზინებდი და მე დღესაც რა, რომ სტანდარტულად ანუ მე ყველა AI tools ვიყენებ, როგორც it is my personal junior engineer რა. და ანუ kinda ზუსტად სწორი mental მოდელია, როგორ უნდა გამოიყენო AI tool-ები რა. და ეს ახლა კონტრასტულად მაგალითად ყოველდღე მე ჩემ გარშემო რაც მესმის, რომ რაღაცა კურსორმა დააგენერირა და it is bullshit რა. Of course it might be bullshit because like it is generated by junior engineer რა. ანუ mental მოდელი ეგ რო იყოს by default და რაღაც არ გაუბრაზდება. ხო, ანუ ჩვენი თავი მაგაზე რო დავატრენინგოთ რა, ეს ესე უნდა გამოიყენო როგორც junior engineer აუხსნიდი ტასკს, ეგრე უნდა ხო, რა ეგრე უნდა მოიყრა რაღაც შოლებს და ხო უბრალოდ გუშინ ეს როგორ თქვა ძალიან რეზონეიტი და ის სუმაგის მე წარმოვიდგენია რომ ანუ მე წარმოვიდგენია რომ მყავს 4 კაციანი გუნდი სიტყვაზე ავიღოთ და შემიძლია გავაკეთო 4 კაც 4 git work tree-ებით გავხსნა 4 tree ჩემი პროექტის 4-ვე tree-ში გავუშვა ცალკე code კოდი და 4-ვეს ავუხსნა სხვადასხვა ტასკი აბსოლუტურად ერთ სხვა და პარალელურად გავუშვა ანუ როგორც 4 ადამიანს ავუხსნიდი რა მაგალითად ერთს დავალ ფრონტი იმას დავალ ბექის და დრო მიაქვს მაგრამ 4 ტასკის კეთებასაც მიაქვს დრო მე რო გავაკეთე ეს 4 ტასკი მე მირჩევნია მაგალითად რომ ან ეგ აი ნახე აქაც ეგ mental მოდელი რო ჩართო მაშინ სენიორმა რა უნდა თქვას ჯუნიორებს რო ადგოს დავალებას ან მიდლებს ან team lead-ი რომელიც ბიზნეს ტექნიკურ ამოცანას არქიტექტურას აკეთებს და აი მოგეცით თქვენ ოთხს იმას მაშინ ესე დავფიქრდები და სანამ თქვენ გააკეთებთ მოდი მე გავაკეთებ ხო ვიცი რომ გავაკეთებ მაგას მაგრამ მე მირჩევნია ეს ჩემი დრო სხვანაირად დავხარჯო და თუ შენ ახლა კოლკოს დაავალე რაღაცა და მე წახვედი რა ვიქ ანიმეს უყურე და დაიკიდე ის რას აკეთებს და ეგრევე აფერმში რა თქმა უნდა შედეგს ვერ მიიღებ რა თორსტენბელს ქონდა იმ დროს იმაზე ეკოსუსუს გრაფში გადავიდე ხა რაღაც AMP აგენტზე მუშაობენ და მეილისტებული ვარ და ეგ ამბობდა და თავის CEO-ს ეუბნებოდა რომ ეს არისო რა ანუ ჯუნიორები ყველაზე ბედნიერები არიან ველემითო იმიტომ რომ quality-ზე არ არიან დამოკიდებულიო და one-shot-ები რომ მოძდითო ძალიან უხარიათო რა რომ ეგრევე მუშაობსო მიდლებს უჭირთო კონტროლიო იმიტომ რომ კონტექსტი კლიენტად იცურათ ვერ ხედავენო ამიტომ ვერ აკვირდებიან quality-ს ან რა მოგცა ცუდი და ყველაფერს იყენებენ და პრობლემები აქვს და ნუ ყველაზე კარგად მაინც იყენებს ის top ინჟინრები ვინც ისმის სად როგორ ზუსტად იცის სისტემურად სადამდე არის ზღვარი რა სადამდე ჩაიყვან რა რომ იმისკით მე ვიზრობ ჯობია გავაც ეგრეა თან ფასი იმის რომ რეალ ან junior engineer-ს დაავალ გააკეთოს 2 საათს ვერ მოვიდეს გავაკეთე და მე ვთქვა okay now do it again და კიდე 2 საათი ჭირდება versus აქ არის ფასი რაღაც ცენტები რომელსაც რამდენიმე წუთში არის უბრალოდ მანდ ერთ drawback-ზე ვფიქრობ ერთს რომ ის junior-ი სწავლობს და კონტექსტი ემატება ხო ემატება და ამას ყოველ ახალ სესიაზე კონტექსტ თავიდან იწყებ და ეგ ალბათ ეგეც რაღაც სადღაც შეიცვლება. და სმენელების ან დიდი ნაწილი ალბათ ჯუნიორი არის და აი ხა დაკარგეს ყველაფრის იმედი. ფიქრობ ჯუნიორისთვის ჯუნიორისთვის აქტიურად გამოყენება მაგის უბრალოდ პრობლემატური გონია ძალიან. იმიტომ რომ შეჩვევა იცის დასაწყისში და ფუნდამენტალურად რაღაცას მნიშვნელოვანია რომ იცოდე, იმიტომ რომ მე რაღაცები აგიმარტივდეს, მაგებს აკლებ რა უბრალოდ რა. და აი რო არ მოაკლო გონია რომ ჯუნიორმა ძალიან ხშირად არ უნდა გამოიყენოს რა. იმდროსაც სტადია წავიკითხე კოპილოტს ანუ კოპილოტს იყენებდა ეს ტიპი ძალიან დიდხანს და მე რო გადავიდა სადაცაც კოპილოტი არისო ან ავტოკომპლეტები რო არ მოყვებოდა ის სტაბსროდებოდა ძალიან მაგიზიანებდა და რას შეადარა იცი ანუ ტესლა ყავდა ერთი პერიოდი და ტესლაზე ვთავდიო ავტოპილოტს რა და მე შევიცვალე და როატარებ მანქანას ხო არ ფიქრობ რა ხაზი და ხაზში გადიხარ ხა ხაზში ანუ რეფლექსურად მაგას აკეთებ რა და მე ეს რო ავტოპილოტზე რო ვიყავ შეჩეული და მე ჩულ მანქანას გადავჯექიო თითოეული ეს ქმედებაო ძალიან დიდ ენერგიას ითხოვდა ემოციურად რომ მე ფიქრა ამაზე და ზუსტად იგივე არისო ეხლა რომ კოპილოტის გარეშე წერ სადმე კოცო იმიტომ რომ ანუ სვიჩის დაწერა მეზარებაო და მე რო დავფიქრდი რა ანუ
აუ ეგრეც უნდა იყოს რა, ანუ შენ 10 წელი რო ხარ ამ სფეროში და აი 1000 რაღაც რო განასწავლი, switch-საც ისევ ისე არ უნდა წერდე, როგორც 10 წლის წინ წერდი რა, დაწეროს რაიმე, მე რატომ არ დავწერე? გუშინ quote რა quote თქვა? რაღაც quote იყო მაგალითად ზუსტად რომ ანუ იგი წრომები არ უნდა წერო რა. იქით you should instruct it to do. ანუ უნდა გესმოდეს რა, აი ბანდ უკვე შენ. ხო, შენ high level design სისტემა უნდა გესმოდეს კარგად და რავი ანუ ან ეგ იგივე მაგალითია რომ თქვა რომ აი ძალიან senior top ინჟინრები ხო აი დარწმუნებული ვარ ხა ის რო კრის ლატნერი ხა ეგ ტიპი ხა დარწმუნებული რომ კოდს არ წერს. მაგრამ სხვებს აძლევს მითითებებს. ხა და 10 წელს მერე უფრო ცუდი ინჟინერი იქნება კრის ლატნერი რომელიც LLM-ი შექმნა ხო LLVM-ი შექმნა და Swift-ი და ესე. არა ხო ანუ და იგივეა რა. შენი კონტექსტი ძალიან დიდია, უბრალოდ იმ რედუნდანტურ საქმეს, რომელიც შენ არ უნდა აკეთო, მას სადღაც რომ დაგჭირდეს, კაც ჩახვალ რა. ადრე ქონა მამალაძეს ქონა ნათქვამი ერთ-ერთ თოფში, რომ ანუ მე ვარო ესა დირიჟორიო რა, მაგრამ ნებისმიერს რო გაუჭირდესო რა, იქ დაკვრა უნდა შემეძლოსო ჩასვლა და გაგრძელებო რა და ეგ არა, დირიჟორი ხარ ხა და აგენტები ყავს ბევრი და მამალაძეზე პატარა ჯოუკი, აზრში რომ მუშაობდი, ხა იქ თან 20-ში რა და მაშინ რაღაცა მამალაძის თოქებია actually მარტო და რაღაც გიოს თოქია გაწვდიდა რა YouTube-ზე მეტი არ მივედებს და ჯოუს ვზივარე ხა აქეთ ეკრანზე მაგარი დარებაში მოუყევია ოც წერ და აქეთ მამალაძეს უსმე და ბზარი რეკავს და ოფისში გავაღებთ კარებს და კარებს ვაღებ და ვა მამალაძე გაიჭირდა რა ხდება მე ის ეპიზოდი ხომ ეს I'm a big fan და ლეველები რო არის პროგრამისტი ანუ ვიცოდი ხომ მე რამდენჯერ ფრიუნიში რა დინჯერ მაგრამ ყველათის იმის scalable designs unit testებზე pair პროგრამებზე ყველა ხონდა სოსოს თოქები ხომ კიდე აი ყველა და ერთი იყო მე ის მათმა ჩაატარეს functional და მეთაფი იყო და იქ წაიკითხა კატეგორიების თეორია. სოსო ისეთი ეგ ანუ რა. და მე სისხლი ჩამექცა თამაში. ვერაფერი მათემატიკური თოქია, ალბათ აი მათემატიკოსების 80%-იც ვერ გაიგებდა. ისეთი აბსტრაქტული და აი ვერაფერი გავიგეს საერთოდ აი ტრიში სისხლი ჩამექცა. აი ეს ნელ-ნელა ხო გავიდეთ ბოლოსკენ, იმიტომ რომ ერთი საათი რჩება პროექტის საბჭოზე. აი შემაჯამებულს ვიტყვი მაშინ და всё. Let's go. ხო, რავი. ძალიან მადლობა მეგობრებო. ეხლა უნდა ავიდეთ, ნახოთ ჰაკათონზე რა ხდება, რა სიტუაციაა. და ხო, გვინდა და რომ ეს შეკრება რაღაცნაირად მოხდა, იყო და ამიხარია რომ ჰაკათონზე მოხდა ეს. და რა ვიცი, შემდეგი გაიქნება თუ რაღაც ერთ საერთო კონფერენციას გავაკეთებთ. სულ რო ჩვენ ვიყოთ სპიკერები და ვიღაცები და სულ მე ვაკეთებ მალე ძალიან უახლოეს ორ კვირაში .NET-თან ასოცირებულს, ოღონდ და თუ გამიხარდება, თუ მოხვიდოდით, დავაანონსებ. ის იქნება პირველი. არა, გიოდე დაპატიჟო და მე არ შემოუშვა. გარესამე მომდის და მე გავხსნა. წინდა დავსვას და ეს კადრები გაუშვას. მალე იქნება მაგის ანონსიც და ხო იქნება. იქ თორნიკე არ იქნება მარტო მე. Okay, მადლობა guys. მადლობა. მოკლედ გავდივართ ბოლოში ნელ-ნელა მეგობრებო. დილით მინათონიკესთან გაგმილი გქონდა რომ ორ პროექტს დავწერდით, მაგრამ რაღაც პრობლემების გამო მოხდა ისე რომ ისევ ერთზე შევჯერდით საერთო ჯამში. ახლა თორნიკე იქით რაღაც საბოლოო change-ებს ამატებს და ძალიან მალე ვიქნებით მზად საბოლოო პრეზენტაციისთვის. უნდა მომემზადოთ პატარა რაღაცა შემზადება, წარმოდგენა გქონდეს რაზე ვისაუბროთ, როგორ ვისაუბროთ, უფრო დეტალურად და მაყურებლისთვის სასიამოვნო და დანარჩენზე ნელ-ნელა პრეზენტაციის განმავლობაში ნახავთ რა იქნება. მცირე შეხსენება რომ ჩვენი სპონსორი არის Texi. Texi არის software development company, რომელიც ოპერირებს საქართველოში და მადლობა Texis იმისათვის, რომ გვასპონსორებს და გვაძლევს ამ რაღაც საშუალებებს. თოკო? მოიხსენე. ბიჭებს აინტერესებთ მაყურებლებს რა ფაზაში ვართ. თქვი რომ ვასრულებთ უკვე რაღაცებს, ერთ პროექტზე უარი ვთქვით, მეორე გაგყავს ბოლოში და ამაზე მინდა ორი სიტყვით გითხრა შენ წარმოდგენა. რა გიდათ ბიჭო დამაცალეთ მუშაობ. ვიდი თქვი. რა ვთქო კაცო? ანუ ორ პროექტს ვაკეთებდით, ორ პროექტსა ორ რაღაც tools, ერთი tool-ი არ გამოვიდა, იმიტომ რომ დრო არ ყოფნის, იმიტომ რომ თან ვიღებთ რაღაცებს თან რაღაცა და მაგდენი დრო არ გვეყო, ერთი გამოვიდა, მაგრამ ისეთი არა როგორც გვინდოდა, იმიტომ რომ ოლამა აღმოჩნდა საკმაოდ ნელი ლოკალურ მანქანაზე.
და არც თუ ისე ჭკვიანი, იმიტომ რომ ძალიან ჭკვიანი მოდელი რო გავუშვათ, უფრო მეტი მანქანური რესურსი გვჭირდება, რომელიც ეხა არ გვაქვს ამჟამად. მაგრამ თუ კარგ hardware-ს გაეშვება ეს მოდელი, იდეაში აი ამის გაკეთება რეალურია, იმუშავებს და გამოყენებადიც იქნება. თუმცა ეხლა დემოსთვის ჩემი აზრით საკმარისია, რომ ვაჩვენოთ. თან მით უმეტეს ჩვენი პრეზენტაცია არ იქნება რაღაც how to do like that, უფრო იქნება what to expect. რომ რა შეცდომები დაუშვი, რა გაითვალისწინოს სხვამ და ზოგადად აგენტების წერისას როგორ მიუდგნენ თულების წერას. კი და მანდ ერთ იმას დავამატებდი ოლამაზე რომ ახსენა რა რომ ეგეთი solution-ი ქონდა მოფიქრებული რა ზუსტად მაგის გამო რომ ოლამა ზოგადად ნელია და ძალიან რაღაც სუპერ hardware-ს საჭიროებს საკუთარ hardware-ზე ავწიეთ ოლამა და request-ებს ვაგზავნიდით იმ hardware-ზე, მაგრამ მაინც ნელი იყო, მაგრამ იმაზე სწრაფი ვიდრე ლოკალურად დახოსტილი რომ ყოფილიყო და რაღაც პატარ-პატარა იდეები გვაქვს მაგ განხრით როგორ შეიძლება დემოსთვის ავასწრაფოთ ეს პერფორმანსი რა. ამას ვასრულებთ ახლა და დანარჩენზე შევხვდებით რა. რას ფიქრობ? შევხვდებით. როგორც იქნა ჩამოვიდით მეგობრებო პრეზენტაციის ოთახში, ახლა ჩვენ ვართ პირველები, ვინც უნდა გახსნას სხვა პრეზენტაციო რიგი ასე რომ ვთქვათ. თოკო არ მოდის და არ გვიყურებს, იმიტომ რომ ძალიან უჟმურია და ცუდ ხასიათზეა, ძალიან დაღლილია და ხო, რა ვიცი. ნახოთ რა იქნება. შეხსენება მეგობრებო ასევე რომ ჩვენი სპონსორი არის Texi და მადლობა Texis კიდევ ერთხელ. Because we had really hard time to pick the winners and many impressive ones. So even though we only have 2 places, many of your projects were also winners in our mind. But first place we decided to give to the team called Signal Flow. Guys, thank you all for coming. This is awesome. Thank you. დასრულდა ჰაკათონი, გილოცავთ. გაიმარჯვა Signal Flow. მე მგონი თავიდანვე ვიცოდი რომ როცა ჩვენ წინ ისხდნენ და როცა აკეთებდი თავიდანვე გითხარით რომ ანუ ეგ იდეა ძალიან მოკონდა რა, იმიტომ რომ მე თვითონ დავიწყე მაგის გაკეთება ერთი რამდენიმე დღის წინ. და ვერ დავამთავრე. ხო და ძალიან მაგარი იდეა და ერთი-ორი წუთით მოვიყევი რა გააკეთეთ და რატო არის თქვენი აზრით კაი იდეა. მე კი ვიცი რომ რატო, მაგრამ მოდი იდეის ნაწილს მე დავიწყებ. მოკლედ, ვინაიდან ჩვენ ცხოვრობთ ყურადღების ეკონომიკაში, სადაც ყველა პლატფორმა და ყველა ჩვენი ნიუსლეთერი გამომწერელი რომლის გვაქვს, ცდილობენ რომ ჩვენი ყურადღება მიიპყრონ და დაიჭირონ, გვინდა რომ ეს ინფორმაცია ხალხის ხელში გადავიტანოთ, რომელიც შესაძლებლობა გახდა სულ რამდენიმე დღეების წინ MCP-ის ტექნოლოგიის გამოყენების საშუალებით. ანუ, ნებისმიერ მომხმარებელს შეიძლება რომ თავისი პლატფორმები, სადაც გამოწერები აქვს ჩართული, ან კონკრეტული ნიუსლეთერები მოდის, შეუძლია რომ დაუკავშირდეს და განსაზღვროს რა ფორმატში და როდის უნდა რომ მიიღოს. რაც უნიკალურს ხდის. ანუ მე თუ მინდა რომ მაგალითად Reddit-იდან და Twitter-დან სიტყვაზე ავიღოთ, რაღაც AI news-ები მივიღო, ეხა ამ წუთას
დასამერაიზებული, უბრალოდ NFCP-ს დავაყენებ, NFCP servers, შემდეგ LLM-ში ვეთქვი, რომ მომეცი Reddit-იდან აქედან ამადამის შესახებ ნიუსები და თვითონ დამიფეჭავს. როცა გინდა, როცა მინდა. ტექნიკურად მე ვიტყვი მაშინ. MCP არ არის chat-based აპლიკაცია ამ ეტაპზე, მაგრამ მომავალში იქნება უბრალოდ შეხვალ და რაღაც პარამეტრებს გავუწერ, რა გინდა წამოიღოს, საიდან გინდა აიღოს და რა პერიოდულობით გინდა რომ მიიღოს. შეიძლება იყოს კვირაში ერთხელ, დღეში ერთხელ, შეიძლება ერთჯერადად გინდა საერთოდ. მიიღებ პირველად ვარიანტს, რო შეამოწმო რა ვერსიას მიიღებ და მე უკვე დაასქეჟულებ და მიიღებ უკვე რაღაც პერიოდულობით რაც გინდა. ეგაა ჩემი ყველაზე კაი ფიჩერი, რომ მე მაგალითად მაინტერესებს დილაობით მინდა რომ წავიკითხო რაღაც ხრაზე Reddit-იდან და Twitter-იდან ბოლო ერთი დღის რაღაცა ნიუსები AI-ზე, მაგრამ საღამოს მინდა ღამე gaming-ზე Twitter-იდან რაღაცა ნიუსები წავიკითხო და არ მჭირდებოდეს შესვლა და სათითაო ძებნა. და ის დამავიწყდა YouTube-ზეც გააკეთეთ, ხო? კი. რადგანაც MCP საშუალებას გვაძლევს რომ ნებისმიერ პლატფორმას მივერთეთ, ფაქტიურად ჩვენ ხალხს ვაძლევს საშუალებას რომ ნებისმიერ პლატფორმას ელაპარაკოს. მაგალითად YouTube ხო შეიძლება რამდენიმე ჩენელი ჩააგდო და უთხრა რომ კონკრეტული ვიდეოებიდან ამომიღე ძირითადი key საკითხები რომელიც განიხილეს. ასევე კომენტარებში მითხარი რომ როგორი სენსიტიურობა იყო, პოზიტიურად მიიღეს და ესე შემდეგ. იმას შეუძლია რომ ეს გააკეთოს. შემიძლია მე 5 წუთში გავეცნო 1 საათიან ვიდეოს და არ ვუყურე. ძალიან მაგარია. მადლობა. მადლობა. მადლობა მეგობრებო და გილოცავთ. ჩვენ კი შევხვდებით შემდეგ ეპიზოდში. მადლობა.